გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. პირველ რიგში გილოცავთ მზით თევზებს, მზის ნიშნით თევზებს, მზის თქვენი ნიშანში გადავრცანებას. როგორც იქნა, ეს დრო მოვიდა, ასე ვთქვათ, ეს შესანიშნავი პერიოდი და გესურვებთ წინსვლას ცხოვრებაში, რეალიზებას და წარმატებებს. ეს გახლავთ ვიდეო მათთვის, ვისაც აინტერესებს, რას ფიქრობს მასზე მის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. ჩაიფიქრეთ თქვენი ადამიანი, წარმოიდგინეთ ის ვიზუალურად, მისი სახელი იმეორეთ გულში და დავიწყოთ. ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, დაახლოებით მისი აღწერილობა, რომ მიხვდეთ ეს კონკრეტული ვიდეო გეხებათ თუ არა თქვენ. ვინ არის თქვენი ადამიანი? ეს არის მატერიალური ადამიანი, ანუ მისთვის არის მნიშვნელოვანი, რას ფლობს დაუშვათ ქონებას, რა სტატუსს საზოგადოებაში, როგორ აღიქვამენ მას სხვები, იქნება ეს სამეგობრო წრე, სანათესაო, თანამშრომლები, მნიშვნელოვანია მისთვის სხვების აზრი მასზე, ასევე შესაძლებელია მან უკვე შეაგროვა, შეიძლება ითქვას ქონება, შესაძლებელია ეს იყოს მატერიალური, რაც არის ყველაფერი სახლი, მანქანა, ძვირფასი ნივთები და ასე შემდეგ. დაახლოებით ასეთია თქვენი ადამიანის აღწერილობა. ნახოთ, ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ, ნახოთ. ეს სიგნიფიკაცია საჭიროა იმისათვის, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო გეხებათ თქვენ. ესე იგი, თქვენ ხართ ადამიანი, რომელშიც არის ცეცხლი, რომელშიც არის ტემპერამენტი, რომელშიც არის სურვილი მოქმედების, სურვილი მიზნის მიღწევის. თქვენ როცა მიაღწევთ ერთ მიზანს, დაუშვათ ეგრევე დაისახავთ მეორეს და პირდაპირ მიდიხართ მიზნისკენ, მიზნის განსახორციელებლად, ასასრულებლად. აი ესეთი ადამიანი ხართ, ადამიანი, რომელშიც მუდმივად არის სურვილის ნაპერწკალი, სიცოცხლის ნაპერწკალი და მარადიული ცეცხლი. შეიძლება ითქვას. თუ ემთხვევა ძვირფასებო თქვენს აღწერილობას, თუ თქვენ ასეთი ხართ, რაც მე აღწერეთ, დაახლოებით მაინც, თქვათ 50%, თუ თქვენი ადამიანიც, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, ემთხვევა ჩემს მიერ აღწერილ ადამიანს, მაშინ განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვა ადამიანები ხართ ორივე, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე და ასკროლეთ. განვაგრძოთ მათთვის, ჩემი გადამოკლეთ ძალიან ერთობლი. განვაგრძოთ მათთვის, ვინც დარჩით. ნახოთ, რა ხდება თქვენს შორის, თქვენსა და თქვენს ადამიანს შორის, ვის სახელსაც იმეორებ. ახლა ვიფასებო, თხილად. მარგო, თხილად. მე სადღაც აღმოაჩინა. არკე და თამაშობს. ესე იგი, თქვენს შორის არის პირველ რიგში ეს არის დაღლილობა, ეს არის რაღაც იმედგაცრუება იმის შესახებ, რომ ადამიანი შრომობს, რაღაცას მოქმედებს, აკეთებს, თუმცა იცის, რომ ეს არის საჭირო იმისათვის, რათა მან შეიქმნას მომავალში ბედნიერება. ესე იგი, თქვენ შორის არის რა იმედგაცრუება, თუმცა შესაძლებელია, რომ ეს იმედგაცრუება შემდეგ გადაიზარდოს ბედნიერებაში. ასე თვლით თქვენ ორივე. შეიძლება ახლა არ ხდება მოვლენები ისე, როგორც საჭიროა, თუმცა ეს პერიოდი სწრაფად გაივლის, ან შესაძლებელია უკვე დასასრულს უახლოვდება
და მალე დადგება ნანატრი წამი. რაღაც ამდაგვარია. მარგო, რატო ახმაურდი? ახლა ერთი წამით ამაპაუზებთ ვიფასებო და განვაგრძოთ. ნახოთ, რას ფიქრობს თქვენი ადამიანი თქვენს შესახებ. რას ფიქრობს? თქვენი ადამიანი ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხართ რაღაც გარემოების მსხვერპლი, მიუხედავად ამისა, თქვენ ფლობთ თქვენს თავს, თქვენს უნარებს, ძალას და ხართ საკმაოდ, ასე ვთქვათ, გონიერი. ის თulis, რომ თქვენზე თითქმის მან არაფერი არ იცის, მიუხედავად იმისა, დაუშვათ თქვენ რო თქვათ, რომ ჩვენ წლები ერთმანეთს ვიცნობთ, ან ერთად ცხოვრობდით, ან რამე რო ასეთი რაღაც თქვენ გაიფიქროთ, მიუხედავად ამისა, ის მაინც თulis, რომ თქვენ სათანადოდ არ გიცნობთ, იმიტომ რომ თქვენ ისეთ თვისებებს ავლენთ, რაც მას აფიქრებინებს ამას. ასევე ის თulis თქვენზე, რომ თქვენ შეგნებულად ხართ სტაგნაციაში და არაფერს არ აკეთებთ ამ ადამიანის, ასე ვთქვათ, მოსაპოვებლად. და ეს არის ერთგვარი манипуляცია თქვენი მხრიდან. ესე იგი, ის თქვენ გთვლით ძალიან ძლიერ, სტრატეგიულ და გონიერ ადამიანად. თუმცა მაინც ფიქრობს, რომ მან არ იცის თქვენზე არაფერი, ეს რას ნიშნავს? არ იცის თქვენი გრძნობა მის მიმართ, არ იცის თქვენ გსურთ თუ არა მასთან ურთიერთობა. ის აფასებს მხოლოდ თქვენ უნარებს, ნიჭს და პოზიციას. მარგო, რატო ხმაურობ მაინც და მაინც? ახლა აღმოაჩინა ბურთი, აღმოაჩინა პარკი, ყველაფერი ახლა აღმოაჩინა. კარგით, ნახოთ თქვენი ადამიანის გრძნობა თქვენს მიმართ. მას ძალიან სურს თქვენთან ურთიერთობა, მას მიაჩნია, რომ თქვენ თითქოს წახვედით მისგან, თითქოს წარსულში მოიტოვით და უხილავი ბარიერი აღმართეთ, რათა ის ახლოს არ მოვიდეს თქვენთან. თუმცა ნელი ნაბიჯებით ის მაინც ახერხებს, ასე ვთქვათ, შემოვიდეს თქვენს სივრცეში. ძალიან ნელი ნაბიჯებით. ის არ თulis, რომ თქვენი ურთიერთობა დასრულებულია. პირიქით, მას სურს აქტიურობა და ვნახოთ, რა უშლის ხელს აქტიურობაში. თუ სურს აქტიურობა, ნიშნავს, რომ ესე იგი ვერ აქტიურობს, ხომ? და რატო ვერ აქტიურობს? პრინციპის საკითხია, ასევე არის აქ რაღაც ინტრიგები, არის აქ რაღაც გასარკვევი თემა. კიდევ რატომ ვერ აქტიურობს? იმიტომ რომ მას რაღაც კონფლიქტი შეიძლება ქონდა თქვენთან, რაღაც მოვიდა, ასე ვთქვათ, მენტალიტეტის შეცვლა თითქოს, ესე იგი თქვენ რაღაც ანუ თქვენ სიყვარული გამოავლინეთ მის მიმართ და აგრძნობინეთ, თუმცა ეს მასზე აისახა როგორ, ანუ რაღაც მას ჩამოენგრა, რაღაც დასრულდა მისთვის, რაღაც გაურკვეველია, ის ვერ ხვდება და ვერ აფასებს თითქოს თქვენს სიყვარულს. მან იცის, რომ თქვენ იმსახურებთ ჭეშმარიტ სიყვარულს, თუმცა არ იცის, როგორ აიღოს პასუხისმგებლობა და როგორ მართოს, ასე ვთქვათ, გემის საჭე. აი დაახლოებით რაღაც ასეთია ძვირფასებო. მომდევნო ვიდეოებში გავაგრძელოთ ეს თემა. ვისაც გსურთ პირადი ტარო კონსულტაცია, შეგიძლიათ მომწეროთ, ვინც TikTok-ზე მადევნებ თვალყურს, ვინც YouTube-ზე, რა თქმა უნდა, მივათითებ ნომერს. გისურვებთ წარმატებებს.
წავედი, რადგან ჩემ კატას მივხედო გავა